რა განსხვავება ღარიბი და მდიდარი ადამიანის აზროვნებას შორის? განსხვავება არის ძალიან ბევრი, მაგრამ ვეცადე, რომ რაღაცნაირად ჩემევიწროვებინა, რომ ძალიან დიდი ვიდეო არ გამომსვლოდა და მომეგო ქართულ კონტექსტზე, იმიტომ რომ ჩემ ირგვლივ რასაც ვაკვირდები, საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთაც ემიგრანტები ძალიან შეზღუდული შეხედულებებით და რწმენებით ცხოვრობენ სიმდიდრესთან დაკავშირებით და მაგიტომ თითქოს ყველას უნდა რომ კონდეს ფული და იცხოვროს კარგად, მაგრამ ამის საპირისპიროდ ძალიან ბევრი გაჭირვებული ადამიანი თუ ოჯახი ყავს. და ზოგადადაც არა მარტო საქართველოში, ნამდვილად მდიდარი ადამიანები ღარიბი ადამიანებისგან განსხვავდებიან არაფრით გარდა იმისა, რომ აზროვნებენ დიდრულად და ღარიბ ადამიანებს არც კი აქვთ ის დაშვებები, რაც შეიძლება მდიდარ ადამიანებს ჰქონდათ, თუმცა ეს არ გამომდინარეობს იქიდან, რომელ ქვეყანაში დაიბადა, როგორ ოჯახში გაიზარდა, ყველაფერს შეგიძლია დააღწიო თავი. რაც არ უნდა ღარიბი ადამიანის აზროვნება გქონდეს, შეგიძლია რომ ეს დაამუშაო შენი ქვეცნობიერის და ცნობიერის დონეზე და გადახვიდე შენს მდიდარი ადამიანის აზროვნების, ესე ვთქვათ, სტილში, სისტემაში. გამარჯობა, მე ვარ ელენე, ეს არის ჩემი არხი Reverse Monday. ძალიან გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი და მხარი დამიჭიროთ, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან დიდი мотиваციაა თქვენი მხარდაჭერა, უკავშირი და არხის, ესე ვთქვათ, გამოწერა. განსხვავება ნომერი 1, რაც არის მდიდარსა და ღარიბს შორის, ეს არის დასაქმებულის და ანტრეპრენერის აზროვნება, ანუ დასაქმებულის და მესაკუთრის აზროვნება და ეს განსაკუთრებით არის საქართველოში გამოხატული. საქართველოში ვიზრდებით ესე და მარტო ჩემს თაობას არ გულისხმობ წინა თაობებს, შემდეგ თაობას, რომ უნდა დაამთავრო სკოლა, უნდა აუცილებლად ჩააბარო რომელიმე ძირითად ფაკულტეტზე, რომელიც არის, ესე ვთქვათ, ბაზარზე მოთხოვნადი იმისთვის, რომ შემდეგ გქონდეს სამსახური და გქონდეს უსაფრთხო, ესე ვთქვათ, გზა, შემოსავალი. ჩვენი მშობლები ცდილობენ, რომ დაგვაყენონ ამ, ესე ვთქვათ, უფასო დასაქმების რელსებზე და ჩვენც ამ რელსებს მივყვებით, მერე გადავცემთ ამ ცოდნას ჩვენ შვილებს, როგორ უნდა ააწყონ კარიერა და არც ერთ მონაკვეთზე არ ისმება კითხვა. რა გამოგდის შვილო, კარგად, რის იკეთება გინდა, რა გსიამოვნებს, ხალხს რა ჭირდება, რაში შეიძლება იყო კრეატიული და აი გადახედეთ ნებისმიერი ქვეყნის სტატისტიკას, ვინ არიან მდიდარი ადამიანები პროცენტულად. აშშ-ში თითქმის ყველა დასაქმებული, რომელიც არის ანუ შრომითი ხელშეკრულებით აყვანილი, არ არის მდიდარი ადამიანის კლასში, თუ მას არ აქვს ალტერნატიული შემოსავლის წყაროები, ის არ აკეთებს პარალელურად ინვესტიციებს და არ ზრდის თავის ხელფასს და არ შეიძლება რომ ჩავთვალოთ ადამიანი მდიდრად, რაც არ უნდა დიდი ხელფასი ქონდეს, რომელიც ხვალ რო გაიღვიძებს სამსახურიდან გაუშვეს, იმიტომ რომ მისი, არ ვიცი, თვისფერი არ მოეწონათ, ან დამფუძნებლები შეიცვალნენ, ან კომპანიას ყიდიან, ან ხელოვნური ინტელექტი უკეთესად რაღაცას აკეთებს. ანუ ადამიანი, რომელიც არის ამ ყოველთვიურ ციკლზე დამოკიდებული და თვიდან თვემდე ცხოვრობს ამ თანხით და გაწერილი აქვს რაში დახარჯავს, ვერ იქნება მდიდარი. სულ რო 3 მილიონი ქონდეს დოლარი თვეში ხელფასი და რატო? იმიტომ რომ ეს 3 მილიონი უკვე გადანაწილებული აქვს ხარჯებში, შესაბამისი ცხოვრების სტილი აქვს, თვიდან თვემდე არაფერი არ მიყვება და თან სამსახურიდან რო გაუშვან, აღარ იცის ეს 3 მილიონი როგორ იშოვეს თავისით, ისევ უნდა ეძებოს სხვა დამსაქმებელი, რომელიც გადაუხდის ამ ხელფასს. ძალიან გამიხარდება, რა თქმა უნდა, საქართველოს ბაზარზე ისეთი სამსახურები თუ იქნება, რომ მსგავსი სახელფასო, ესე ვთქვათ, განაკვეთები იყოს, მაგრამ საქართველოს ბაზარზე 10,000 ლარიანი ხელფასი ითვლება კარგ ხელფასად და 10,000 ლარით ადამიანი ვერ გამდიდრდება, განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში, როგორიც არის საქართველო, სადაც იპოთეკაზე გვაქვს ძალიან მაღალი პროცენტები, სულ რო ის უძრავი ქონება გავაქირავეთ, რომელსაც იპოტეკით ვყიდულობთ, ვერ ამოვიღებთ ქირის ფულით ყოველთვიურ, ესე ვთქვათ, ცეცხლის შენატანს. ანუ ფაქტობრივად
იგივე კიოსაკის მოდელი, რომ აიღეთ ბანკიდან ფული და ჩადეთ უძრავ ქონებაში და ის ფასი გაიზრდება და ასევე ქირით ჩამოგივათ თანხად, საქართველოში არ მუშაობს კი იზრდება უძრავი ქონების ფასი, მაგრამ საპროცენტო განაკვეთით იზრდება ხოლმე და მე პირადად გამოვცადე საკუთარ თავზე და ამიტომ ჩემი გმა იყო, რომ ბანკისგან, ესე ვთქვათ, მომეხსნა ყველა ვალდებულება. ღარიბი ადამიანის აზროვნება არის ის, რომ მოდი სულ ვიქნები დასაქმებული, თვიდან თვემდე გადამიხადოს სხვა ხელფასი და მე არა ვიღებ ჩემ თავზე პასუხისმგებლობას, რომ მე თვითონ შევძლო ჩემი საქმის კეთება და გამომუშავება და ანტრეპრენერი მისგან განსხვავებით რისკავს შეიძლება ბევრჯერ წააგოს, შეიძლება ყოველთვიურად ეგეთი სტაბილური შემოსავალი არ გქონდეს, მაგრამ ესეც გადის დროსთან ერთად და ესეც ფასდება და როგორც წესი ხანგრძლივ დროს თუ შევხედავთ, ანუ ხანგრძლივი დროის მონაკვეთზე ანტრეპრენერი ზოგადად აზროვნებით არის მოგებული ვიდრე დასაქმებული. და კიდევ ვიტყოდი, რომ საქართველოში რასაც ვაწყდები, არის ის, რომ ვინც არიან დასაქმებულები, არც კი ფიქრობენ, რომ გადმოვიდნენ მესაკუთრის სისტემაში, აზროვნებაში, თუნდაც პარალელურად, თუნდაც რაღაცა ბალიში შეიქმნან და რაღაცა ისეთი smooth ტრანზიცია ქონდეთ, ხო? არავინ არ ფიქრობს, რომ გააკეთოს თავისი პერსონალური ბრენდი და დღეს რომელ პროფესიაშიც არ უნდა იყოთ, არ ვიცი, მასაჟისტი, ფსიქოლოგი, ბუღალტერი, დეველოპერი, არ აქვს მნიშვნელობა, ეს უბრალოდ ის პროფესიები ჩამოთვალე, რაც ხშირად, ესე ვთქვათ, მეკონტაქტებიან ესეთი ტიპის ადამიანები კი არა და უბრალოდ ბოლოს მომწერეს ამ პროფესიის ადამიანებმა კითხვები, რას ვფიქრობდი მათ სტრატეგიაზე. არ აქვს მნიშვნელობა, აი საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა რომელ პროფესიაში ხართ, ყველა პროფესიის მასშტაბირება შეიძლება, ყველა პროფესიიდან შეიძლება მეტი, ესე ვთქვათ, შემოსავლის მიღება, თუ თქვენ აშენებთ პერსონალურ ბრენდს და პერსონალური ბრენდის აშენება არის პირველი და ძალიან ფუნდამენტური ნაბიჯი იმისთვის, რომ დასაქმებულის ღარიბის აზროვნებიდან გადავიდეთ დიდარი მესაკუთრის აზროვნებაში და მაგალითად არის პროფესია დამლაგებელი, რომელსაც შეუძლია თავისი გამოცდილება გადაიტანოს ისე ღარიბიდან მდიდარი ადამიანის აზროვნებაში, რომ გააკეთოს ნელ-ნელა თუ სწრაფ-სწრაფად თავისი დალაგების კომპანია, არ ვიცი, ხსნარები გამოუშვას ან დაატრენინგოს ხალხი როგორ უნდა დაალაგონ სახლი, ან უბრალოდ გვასწავლოს, როგორ უნდა ჩვენ თვითონ დავალაგოთ ჩვენი სახლი და შემდეგ აიღოს, ესე ვთქვათ, სპონსორებისგან თანხა, რომელსაც გაარეკლამებს და ძალიან ბევრი მიმართულება არის ნებისმიერი პროფესიის ირგვლივ, რომელიც დაგვეხმარება, რომ აღარ ვიყოთ ამ რაღაცა ღარიბ სიტუაციაში და თვიდან თვემდე ხელფასის ლოჯინში, ხანდახან ბონუსსაც მოგცემენ შეიძლება და გადავიდეთ ნელ-ნელა მდიდარ აზროვნებაში. განსხვავება ნომერი 2. ყიდვის გადაწყვეტილება ძალიან განასხვავებს მდიდარს ღარიბისგან. ღარიბი ადამიანი ეძებს, რომ იყიდოს იაფად ბევრი, ან მაგალითად შეიძლება იყიდოს იაფად ერთი, მაგრამ ძალიან ბევრი ეძებოს, ძალიან გარისკოს და დიდი დრო დახარჯოს, როცა ღარიბი ადამიანი რჩება დაუცველი იმის გამო, როცა ყიდულობს ხოლმე რაღაცას ესე იაფად და ძალიან ხშირად მახსენდება, აი ეხლაც არის მაგალითები, როცა მაგალითად შენდება სახლი, კორპუსი ასე შემდეგ და ვაიმე ძალიან იაფია, მესამედი ფასია, ვიდრე თბილისში სახლები არის კვადრატულზე, ჩადებენ ინვესტიციას ესეთ სახლში, აშენებს რაღაცა შპს-ც შეიძლება არ იყოს, არა აქვს საბანკო გარანტია და რეალურად აი ამ სიაფით ისე მოიხიბლა თავიდან, იმიტომ რომ ღარიბის აზროვნება აქვს, გადაიხადა იაფი, მაგრამ საერთოდ არ დასრულდა ეს მშენებლობა. ანუ საბოლოო ჯამში ბევრად უფრო ძვირი დაუშვდა. როცა ღარიბი ადამიანის აზროვნება არის, რომ მაგალითად ურჩევნია იყიდოს უფრო პატარა ფართი, მაგრამ იყოს ცნობილი დეველოპერი, კარგ
ადგილას, საბანკო გარანტიით, ანუ გადააზღვევს ყველაფერს, იქვე სადაზღვევო პაკეტსაც იყიდის და აქედან გამომდინარე ის ძალიან დაბლა წევს იმ რისკებს, რომელიც უკავშირდება თუნდაც უძრავი ქონების არ დასრულებას, ხო? სულ რომ დეველოპერი განადგურდეს და არ დაამთავროს სახლის მშენებლობა, საბანკო გარანტია ირთვება, დაასრულებს ბანკი. აქედან გამომდინარე, მდიდარი აზროვნება ყიდვის გადაწყვეტილების მიღების დროს რეალურად არის ბევრად უფრო ურისკო ვიდრე ღარიბის და ასევე არის რომ მას ურჩევნია ხარისხი, ხო? შეიძლება ვიღაცა წავიდეს და იყიდოს ერთი არ ვიცი ვეგანური ტყავის ჩანთა და მიცეს ძვირი, მეორე ადამიანი წავიდეს და იყიდოს 5-6 ფერი, იმიტომ რომ მოხიბლოს მეგობრები, რომ ბევრი fake ბრენდის ჩანთა აქვს, რომელზეც არასდროს არ იტყვის, რომ fake-ია და იყოს უხარისხო და ერთ სეზონზეც არ იყოს. აქედან გამომდინარე, მდიდარი ადამიანი წესით უმეტეს შემთხვევაში თუ არ უკვირს ეს სიმდიდრე და რაღაცა არ გაგიჟდა, ყიდულობს ნაკლებად, უფრო ესე ვთქვათ, კარგად არჩევს, დიდხანს ფიქრობს და დიდხანსაც იყენებს. განსხვავება ნომერი 3 არის ძელვადიან და მოკლევადიან ხედვაში. სხვათა შორის ამით მინდა და დამეწყო, მაგრამ ცოტა ბევრი მათემატიკა და ტერმინებია და ვიფიქრე, რომ არ შევეშინო ეს ხალხი თქო და მესამედ გადავიტანე, მაგრამ ჩემთვის სინამდვილეში ეს არის პირველი განსხვავება და აი ძლივს გამოვედი მე თვითონ ამ ჩარჩოებიდან, რომ მთელი საქართველო ფიქრობს როგორ იშოვოს სწრაფად, მარტივად, ფული ბევრი თან და შეიძლება ვიღაცაები შოულობენ ეგრე სწრაფად, მარტივად და ბევრს და ისე სწრაფად, ბევრად და მარტივად ხარჯავენ. და არა და რეალურად მდიდარი ადამიანის აზროვნება არის, რომ დააგროვოს. ანუ ნელ-ნელა დააგროვოს, რისკი იყოს ნაკლები და იყურება 10-15 წლის პერსპექტივაში და ვადაში. და სხვათა შორის პირველი გარდამტეხი მომენტი ჩემთვის იყო 2015 წელი იყო, ალბათ არ მეშლება, 2015 წელი იყო და ერთ-ერთ უკრაინულ კომპანიას დავეხმარე როგორც ფრილანსერი, იურისტი, წარმოვედგენდი მათ ინტერესებს საქართველოში და მოკლედ ჩამერიცხა $400. და იმ დროისთვის შერჩეული მქონდა გამოსაწერად ჩანთა და ფეხსაცმელი, რომელზეც ანუ ჩემი ჩვეულებრივი ერთი თვის ხელფასიდან ვერ გამოვყოფთი, მოკლედ თანხას და მქონდა რა სხვა ბევრი ჩანთა და ფეხსაცმელი, მაგრამ აი ის კონკრეტული მოდელი მინდა და ალბათ იმიტომ რომ სხვებს ეცვათ საქართველოში და უკვე ვიცოდი კრიპტოს, ბლოკჩეინის შესახებ, ბიტკოინი, ეთერიუმი რაღაც ჩემთვის უკვე ნაცნობი თემა იყო, მაგრამ აი თითქოს ვერ ვმეტებდი თანხას და ეს ზედმეტი თანხა რო გამიჩნდა, აი პირველად მოვიდა ჩემში ეგ გადაწყვეტილება, რომ აი არ გინდა რა ეს ჩანთა, რამდენი ჩანთა უნდა გქონდეს და მოდი აბა ცადე იყიდა ბიტკოინი ამ $400 და მაშინ ბიტკოინი არასრული $400 იღირდა და მომივიდა 1 რაღაცა. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კი გავახაროთ საკუთარი თავი, მართლა თუ გვინდა და გვაკლია და დანაკლისში ვართ რაღაცის, ავაწყოთ ეს ჩვენი, არ ვიცი, გარდერობი თუ მანქანა და ასე შემდეგ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ რაღაცეებს რომ მოვითავებთ, ან თითქმის რომ მოვითავებთ, გადავიდეთ დაგროვების რეჟიმში და ისეთი დაგროვების რეჟიმში, რომელზეც არ ვიფიქრებთ, რომ მოდი ახლა შემდეგ პარასკევს გარეთ რო გავალთ, მე ამ ჩემ ბიტკოინს ან ეთერიუმს გავყიდი იმისთვის, რომ გარეთ გავიდე და კარგად ჩავიცო. ცოტა გრძელვადიანად უნდა შევხედოთ და მოყვანილი მაქვს აქ მდიდარი აზროვნების მიხედვით, ანუ გრძელვადიან პერსპექტივაში 10 წლის ვადაში, როგორი შეიძლება იყოს მდიდარი ადამიანის საინვესტიციო პორტფელი. 10 წლიანი საინვესტიციო მოდელი და აქ განსაზღვრე, შემოვიტანე
სამი ტიპის, ესე ვთქვათ, ინვესტიცია, მაღალ რისკიანი, რომელსაც მაღალი ამონაგები აქვს, ანუ ბიტკოინი და კრიპტო, სტოკები, ანუ ფასიანი ქაღალდები, აქ კონკრეტულად Apple-ის სახით მაქვს მოყვანილი, რომელიც არის საშუალოდან დაბალი რისკი, გააჩნია რომელი კომპანიის აქციებს აირჩევთ და უძრავი ქონება. იქიდან გამომდინარე, რომ თბილისის ფასებზე არ არის ესეთი ოფიციალური ანგარიშგება სახელმწიფო დონეზე. ავიღე ტალინის მაგალითი, რომელიც რაღაცა ელემენტებით გავს თბილის და მისი, ესე ვთქვათ, უძრავი ბაზრის განვითარების დინამიკას და უძრავი ქონების ინვესტიცია ითვლება ყველაზე ურისკო ინვესტიციებს შორის. დავიწყოთ პირველის განხილვა, რაც არის ბიტკოინი. რაოდენობა 1 ცალი 2016 წლის თებერვალში ღირდა $427 და 2026 წლის თებერვალში, ანუ 10 წლის შემდეგ ღირს $78,000 რაღაცა დოლარი. აქ აღარ შევიყვანე მისი ყველაზე მაღალი ფასი, როცა შეეძლოთ გაეყიდათ 125,000-ზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ დღევანდელი მონაცემებით და სავარაუდოდ ეს ვიდეო რომ დაიდება შაბათს შეიძლება უმნიშვნელო სხვაობა იყოს. ადამიანი, რომელიც $427 2016 წელს იყიდა ბიტკოინს, დღეს მოიგებდა $78,000. ანუ მისი ინვესტიცია გაიზრდებოდა 180 ჯერ. Apple-ის ერთი აქცია 2016 წელს თებერვალში ღირდა $21 და 2026 წლის თებერვალში $270, ანუ 10 წლის თავზე. ერთ ცალ აქციაში ადამიანი მოიგებდა $258 და ინვესტიციის ზრდა ექნებოდა 12 ჯერ. უძრავი ქონება ტალინის მაგალითი 1 კვადრატული მეტრი $1,700 ღირდა 2016 წელს და 2026 წლის თებერვალში $3,400 მოგება იქნებოდა $1,400 და ინვესტიცია გაიზრდებოდა ორმაგი ოდენობით. აი უძრავი ქონება ძალიან გავს საქართველოს და ტალინით რო არ გავართულოთ ეს ვიდეო, შეგიძლიათ რომ თბილისი ბათუმის ფასებზე გადმოთარგმნოთ. აქედან გამომდინარე, ის რაც დღეს ანათებს, ბრჭყვიალებს ძალიან გვინდა, როგორც წესი არის ისეთი რაღაცეები, რასაც უვარდება ფასი ყიდვის შემდეგ და ჩვენ გვჭირდება ღარიბი ადამიანის აზროვნებიდან გამოვიდეთ და განვახორციელოთ რაღაც ნაწილში და რაღაც პროპორციებით მაინც ინვესტიციები, რომელსაც ხელს არ მოვკიდებთ 5-10 წელი და მეტი, რომ მივცეთ ზრდის საშუალება და თან არ ვიყოთ ჩართული, რომ ყოველდღე ვუყურებდეთ რა ღირს, იმიტომ რომ ეგეც გამომიცდია და საკმაოდ შეიძლება, ესე ვთქვათ, შემოიტანოს შფოთი და ღელვა. მეოთხე განსხვავება არის რწმენები ფულის შესახებ. ღარიბი ადამიანის აზროვნება ყველა ქვეყანაში, მაგრამ საქართველოში განსაკუთრებით არის, რომ ფული ბინძურია, ვისაც ფული აქვს კორუმპირებულია, დიდრები რაღაცნაირები ცუდები არიან, ფულმა დაღუპა, ფულის მერე შეიცვალა, ოღონდ კარგი მიმართულებით არა. როცა ხედავს, რომ ადამიანი არის მდიდარი და წარმატებული, ანუ შურს, დაცინის, სოფლელია, იქიდან არის, რაღაცნაირია, როგორ აცვია, გაუმართლა და მდიდარი ადამიანი კიდევ, როცა ისმეს წარმატებული ადამიანის შესახებ ისტორიას, ერთვება ცნობის მოყვარეობა, რა გააკეთა სწორად, ნახულობს ვიდეოებს, კითხულობს ინფორმაციას და სწავლობს, რისი წამოღება შემიძლია მისგან, რომ მე გავიმარტივო ჩემი გამდიდრების გზა და ზოგადად მდიდარი ადამიანები არ უნდა გვეგონოს, რომ ფიქრობენ, რომ ფული რა მაგარია, ფული არის ხოლმე როგორც წესი მათთვის საშუალება, რომ განახორციელონ ის მიზნები, პროექტები და ხშირ შემთხვევაში კარგი, რომელიც აქვთ მიზნად დასახული.
და ფული არის მათთვის ნეიტრალური, თვითონ აძლევენ დანიშნულებას და არის, რა თქმა უნდა, ინსტრუმენტი თავისუფლებისთვის, უსაფრთხოებისთვის, გავლენისთვის და სხვადასხვა ადამიანს შეიძლება რომ სხვადასხვა, ესე ვთქვათ, მიზანი ჰქონდეს ფულთან მიმართებაში, მაგრამ ნებისმიერი რაღაცა, რასაც აქვს ყიდვის უნარი, ოქრო, ვერცხლი თავისთავად არც კეთილია და არც ბოროტი. იმის მიხედვით თუ ადამიანი როგორ გამოიყენებს, შეგვიძლია მერე კონკრეტულ ტრანზაქციას მივანიჭოთ სახელი და არ გავაფუჭოთ თვითონ ვალუტის, ესე ვთქვათ, რეპუტაცია. აი წარმოიდგინეთ, რომ ყავდეთ მეგობარი, რომელსაც შეუძლიათ შეგიქმნათ უსაფრთხო გარემო, მოგიტანოთ თავისუფლება, გაცხოვროთ კარგად და თქვენ ამ მეგობარს სულან ძღავდეთ. ან ხანდახან თუ გინდა და ამ დროს თან გინდოდეთ, რომ მაინც თქვენი მეგობარი იყოს. ის ხო აღარ იმეგობრებდა თქვენთან, ზურგში გაგცევდა და არ მოვიდოდა და ვინც მასზე კარგად ფიქრობს, იმასთან მივიდოდა. აქედან გამომდინარე, თქვენც რაღაცნაირად ესე შეხედეთ ამ ურთიერთობას, რომ თუ გინდათ, რომ ფული გქონდეთ, აუცილებლად უნდა დაამუშაოთ თქვენი, ესე ვთქვათ, რწმენები. წინა ვიდეოში სადაც ვსაუბრობ მარტივად გამდიდრების, ესე ვთქვათ, სივრცეში როგორ გადავიდე და სტრატეგია დავსახოთ, გავაკეთე კითხვარი ხელოვნური ინტელექტისთვის და წინა ვიდეო ვინც ნახეთ, უკვე გამოგზავნილი მექნება თქვენთან ეგ კითხვარი. მაგ კითხვარის მიხედვით ChatGPT-ში გავწვრთვენი GPT, რომელიც შეძლებს რომ დაგაქოუჩოთ თქვენი პროფესიიდან გამომდინარე, რა ალტერნატიული შემოსავლის წყაროები შეიძლება გქონდეთ და ისევ ამ ვიდეოს კომენტარებში დამიწერეთ კვანტური ნახტომი და უკვე გამოგიგზავნით ChatGPT-ს ბმულს, რომელშიც შეხვალთ, კონფიდენციალურია იქ რას ჩაწერთ, უბრალოდ იქიდან გამომდინარე, რომ ამ GPT-ს უკვე ავუჭირთ კონკრეტული ცოდნა და ინფორმაცია, ამის მიხედვით წაიყვანს, ესე ვთქვათ, თქვენს საუბარს. განსხვავება ნომერი 5 არის პასუხისგებლობის აღება და არაღება და აბა თუ მიხვდებით, ვის არ უყვარს აღება და ვის უყვარს აღება. მდიდარი წარმატებული ადამიანები ბოლომდე იღებენ პასუხისგებლობას იმაზე, რაც არის მათ კონტროლ ქვეშ, მოქმედებენ სწრაფად, გადაწყვეტილებებს იღებენ სწრაფად, თუ საჭიროა რისკავენ, თუ საჭიროა არ რისკავენ. ხოლო ღარიბი ადამიანის აზროვნებით, როცა არის ადამიანი და ეს ძალიან ბევრ ქართველს აქვს, არის პასუხისგებლობის ასხლეტვა. შემომეჭამა, შემომეხარჯა, შემომეაკვდა, შემორაღაცა, ყველაფერზე თითქოს არ მინდოდა ჭამა და ის საჭმელი მეცა და ძალით მაჭმევინა თავი. ანუ თვითონ სიტყვებშიც კი გვაქვს კოდი საიმისო, რომ პასუხისგებლობა ყოველთვის აი ობიექტით შეიძლება არ არსებობდეს, ხო? ვიღაცამ კი არ დამაძალა ეს საჭმელი ჭამეო, საჭმელმა დამაძალა თვითონ. ანუ ამ დროსაც კი ვპოულობთ, ესე ვთქვათ, პასუხისგებლობისთვის განტევების ვაც. რაც უფრო მალე აიღებთ თქვენს ქმედებებზე პასუხისგებლობას, მაგალითად, თუ დაგაგვიანდათ შეხვედრაზე. იმიტომ კი არ დამაგვიანდა, რომ ავტობუსი მოვიდა გვიან, იმიტომ დამაგვიანდა, რომ არ გავითვალისწინე და არ გავედი ადრე ავტობუსის დასახვედრად. აი ასე რომ გადაიტანთ, ჯერ ეს ერთიც ბევრად უფრო პუნქტუალურები გახდებით, მოწესრიგებულები, არ გექნებათ შფოთვა, რომ მუდამ სადღაც აგვიანებთ და პასუხისგებლობის, ესე ვთქვათ, აღების კულტურას, როცა გამოვიმუშავებთ, თითქმის ავტომატურად ძალიან ბევრი რაღაც დაალაგდება ჩვენს ცხოვრებაში. მეექვსე განსხვავება მდიდარი და ღარიბი ადამიანის აზროვნებაში არის თანმიმდევრულობა და ხშირი ცვალებადობა. აქ არ ვამბობ, რომ არ შეგიძლიათ მოქმედების შეცვლა, ახალი სტილის დანერგვა ან რამის სწავლა, მაგრამ თუ ამბობ, რომ მე მინდა ვიყო ექიმი, თუ ამბობ, რომ მე მინდა ვიყო ფსიქოლოგი, 3 თვეში მე მინდა ვიყო მხატვარი, 4 თვეში მე მინდა ვიყო ფიზიკის მასწავლებელი, ესე ვერ წავალ ჩორს და ღარიბ ადამიანებს ახასიათებთ, რომ
ეშინიათ ბოლომდე არ ჯერათ რომ მივლენ იქამდე და ამიტომ ვითომ აღარ მოწონთ ის რასაც აკეთებდნენ, აღარ მოწონთ ის რა გზითაც უნდა და ცვლა და ამ გზას ან მიზანს ცვლიან. ჩვენ შეგვიძლია რომ გზა შევცვალოთ მიზნამდე მისაღწევი, მაგრამ მიზანი უნდა იყოს რაღაც პერიოდი იქ, სადაც არის და როგორც წესი არის ხო ესეთი ფორმულა, რომ იმისთვის რომ გახდე მასტერი გჭირდება 10,000 პრაქტიკის კონკრეტულ პროფესიაში, ან მაგალითად 5-10 წელი უნდა იყო იმ პროფესიაში, რომ თავი დაიმკვიდრო და მოკლედ ეს ძალიან დიდი განსხვავებაა, რომ მდიდარი ადამიანები ხშირად ერთ სფეროში არიან და თუ გინდათ ვორენ ბაფეტის ცხოვრებას გადახედეთ და მიხვდებით რამდენად თანმიმდევრულია ის და ეს თანმიმდევრულობა რამდენად დიდი ესე ვთქვათ გასაღებია თუ რამდენად დიდი წვლილი აქვს თანმიმდევრულობას მის წარმატებაში და არა მარტო ვორენ ბაფეტის შემთხვევაში. მეშვიდე განსხვავება არის უნარების დაგროვება და სწავლის მიმართ დამოკიდებულება. მდიდარი ადამიანი თვლის, რომ ყოველი ახალი უნარი უდრის იმას, რომ იშოვის მეტ ფულს, უკეთესი რეპუტაცია ექნება, უკეთესი კონტაქტები ექნება და ღარიბი ადამიანი თვლის, რომ სწავლა ძვირია, ბევრი დრო დამეხარჯება, არ მინდა, მოდი წავალ ახლა დავისვენებ, მოდი წავალ სათვალეს ვიყიდი, იმას ვიყიდი, ამას ვიყიდი და რეალურად ის თანხა, რაც ეძვირებოდა, დაიხარჯება რაღაცა წარმავალ არაფრის მომტან ნივთებში. აქედან გამომდინარე, ჩვენი უნარების დაგროვება არის საკუთარ თავში ინვესტიცია და ამაზე დიდ ინვესტიციას ვერ განვახორციელებთ, იმიტომ რომ ეს ზედა შეიძლება ყავა გადავისხა და გაფუჭდეს, მაგრამ წიგნს რო წავიკითხავ, პროგრამას რო გავივლი, სისტემებს რო შევისწავლი, რა ლოკაციაზეც არ უნდა ვიყოს, სანამ ცოცხალი ვარ და დედამიწაზე ვარ, სულ ჩემთან ერთად იქნება. და ბოლო მერვე განსხვავება არის ძალიან მნიშვნელოვანი მომავალზე ორიენტირებული აზროვნება და ეს უკავშირდება და კრავს სხვა ყველა განსხვავებას. ანუ მომავალზე ორიენტირებული აზროვნება გულისხმობს, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს გრძელვადიანი ხედვა, უნდა გვაინტერესებდეს ისეთი წიგნები, გადაცემები, პოდკასტები, ინფორმაცია, სპიკერები, სადაც ადამიანები განიხილავენ 5, 10, 15, 20 წელში რა იქნება, ხო? აქ შეგიძლიათ ინვესტიციების განხორციელების მიზნით, ხელოვნური ინტელექტი როგორ აისახება ხო ამ ეპოქაზე და ეს გარდაუვალია ასე თუ ისე აისახება, რა უნარები შეიძლება შევიძინოთ, რა პროფესიები არის მომავლის, რა პროფესიები აღარ იქნება საერთოდ. ანუ ეს არის მომავალზე ორიენტირებული აზროვნება და ღარიბი ადამიანი არ ფიქრობს ამაზე, დღევანდელი დღით ცხოვრობს მარტო და უცბად დაეჯახება მერე მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, ინდუსტრიული ცვლილებები, ტექ განვითარება და გაიგებს დღეს, რომ ხვალ რობოტი ანაცვლებს, როცა მდიდარი ადამიანის აზროვნება, ვისაც აქვს და მომავალზე ორიენტირებულია, იმან უკვე იცის, რომ დღეს უნდა ჩაყაროს საფუძველი თუ მარცვლები იმისთვის, რომ 10 წელში ამ ტალღამ კი არ დაარტყას, ამ ტალღაზე დაჯდეს და სერფერივით გაყვეს და პირიქით წარმატებას მიაღწიოს. თუნდაც ისეთ კომპანიებში განახორციელოს ინვესტიციები და ფასიანი ქაღალდები იყიდოს, რომელიც უკავშირდება ტექნოლოგიურ განვითარებას, ჩიპების განვითარებას, ელექტროენერგიის მომწოდებლები, მანქანების, ხო, ანუ 1000 რაღაც შეიძლება იყოს და 1000-ზე მეტი ის, რაც ჩვენ ამ კრიზისებს, ესე ვთქვათ, არ დაგვაჯახებს და ყურებ ჩამოყრილი არ ვიქნებით და რაღაც განცდებში. აქედან გამომდინარე, მომავალზე ორიენტირებული აზროვნება არის მდიდარი ადამიანის აზროვნება და რა ვიცი, ხელოვნური ინტელექტი ყველას გაგვიგია, ციფრული მარკეტინგი ყველას გაგვიგია, პერსონალური ბრენდის მნიშვნელობა ყველას გაგვიგია და ძალიან დიდი დრო უნდა დავუცმოთ იმას, რომ დღეს გავიგოთ ხვალინდელ დღეზე რა მოლოდინები შეგვიძლია გვქონდეს. გამოიწერეთ ჩემი არხი, ასევე დამიწერეთ კომენტარებში კვანტური ნახტომი, ვისაც გაინტერესებთ ხელოვნური ინტელექტის უფასო კოუჩინგი.
ჩემი მეთოდით. ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ძალიან გამიხარდება კომენტარებში თუ დამიწერთ ფინანსებზე, ინვესტიციებზე, არ ვიცი, სიღარიბე, სიმდიდრე, ფულზე რა გაინტერესებთ, ჩემთვის ძალიან საინტერესო, ნაცნობი და სასიამოვნო თემაა და ძალიან დიდი სიხარულით განვავრცობ და ჩავწერ ამ საკითხზე ეპიზოდებს. ძალიან დიდი მადლობა.